ეს ისტორია ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენი წლისაც თავად თბილისი. როცა ვახტანგ გორგასალმა ხოხობზე ნადირობისას სამეფოს ახალი დედაქალაქი იპოვა. თუმცა ჩანაფიქრის ასრულება მცხეთიდან რეზიდენციის გადმოტანის თაობაზე მას სიცოცხლეში მაინც ვერ შეძლო. მამის დაწყებული საქმე შვილმა დაასრულა. დაჩი უჯარმელმა განასრულა ზღუდენი ტფილისისანი. მაგრამ ახალ დედაქალაქს ახალი ტაძარი სჭირდებოდა, რომელიც ისეთივე მნიშვნელობის უნდა გამხდარიყო, როგორც მცხეთისთვის სვეტი ცხოველი. ეს არის სწორედ ამოხსნილი ამოცანა, მე ვიტყოდი, როგორ მოხდა მცხეთისა და თბილისის ურთიერთშეწონვა და გამიჯვნა ერთმანეთისაგან როგორც არსობრივი ორი დედაქალაქის. მცხეთისა, სადაც გაქრისტიანდა ქართველი არის, მცხეთისა, სადაც აღიმართა სვეტი ცხოველი, მცხეთისა, სადაც აშენდა პირველი მძლავრი საეკლესიო ნაგებობა და შემდეგ თბილისი. თბილისი გამოხატული ანჩისხატში და მცხეთა როგორც დარჩენილი სულიერი დედაქალაქი. თბილისი როგორც სახელმწიფოს დედაქალაქი იმ დროიდან. მაშინ თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმინდაი ეკლესია იაღაშენეს. ასე წერია მუქცევაი ქართლისაის მატიანეში. ისტორიული თბილისის ზემოუბანში კალაში უძველესი ტაძრის კედელზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში რესტავრაციის დროს მე-5-მე-6 საუკუნეებით დათარიღებული ასომთავრული წარწერა აღმოჩნდა. უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე. თბილისში დღეს ეს ეკლესია იმ ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც შორეულ წარსულში. ერთი რამე არის საოცარი, ანგელოზები იცავდა ალბათ. თბილისს ანგრევდნენ, მიწასთან ასწორებდნენ და ამ ტაძარს არ ეხებოდნენ. იმ დროს, როცა მისი აგება დაიწყო, ქრისტიანული ხუროთმოძღვრება საქართველოში ფაქტობრივად პირველ ნაბიჯებს დგამდა. ახლა დაარსებული დედაქალაქის მთავარ ტაძარსაც ქრისტიანული ფესვების სიღრმე, სიძლიერე და ამავდროულად სისადავე უნდა ეჩვენებინა. მაშინ უძველესმა ხუროთმოძღვრებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე სამნავიანი ბაზილიკა ააგეს, თლილი ქვით და აგურით. ჩვენ რომ დავადაროთ ერთმანეთს, თუნდაც მაშინდელი სომხური არქიტექტურა, სირიული არქიტექტურა, პალესტინური ძეგლები, ბიზანტიური ძეგლები რო ავიღოთ უკვე დასავლეთიდან, თუნდაც კონსტანტინოპოლის ცენტრალური ესე ვთქვათ ხუროთმოძღვრება, შენ მიხვდები მაშინათვე რომ აქ არის რაღაც ისეთი, რომელიც გამოარჩევს და ახასიათებს და ნიშანდობლივია ქართულისთვის, ქართული კულტურისთვის, ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. ეს არის რაღაცნაირი შემსჭვალოა როგორც ფასადების ინტერიერთან, ინტერიერის ფასადებთან ზომიერება, ის რომ მაგალითად ეს არის ძალიან გრძელი და შენ არ მიდიხარ რაღაცა გაუვალ და უდიდეს უგრძეს გზაზე 64-ისაკენ. ანუ საკურთხევლისკენ ეს არის რაღაცნაირად ეს ადამიანები თითქოს სამყაროს გზნობენ იმ თლიანობაში და იმ ერთი ამოსუნთქვით და ერთი გამოწვალებელი ერთიანი ხედვით, როგორიც გამოგვინდა ამ ხუროთმოძღვრებაში. ყოვლადწმინდა მარიამის ეკლესია თბილისში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტაძარი გახდა, ანუ საკათალიკოსო ეკლესია. ტაძრის ეზოში იმ დროს მცხეთით თბილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის რეზიდენციაც ააგეს. შემდეგ არაბების ბატონობა დაიწყო, რომლის დროსაც რაოდენ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ზარების რეკვა ტაძრის სამრეკლოზე არ შეწყვეტილა. როდესაც არაბებმა გაამკაცრეს თავისი პოლიტიკა და მაჰმადიანობის აშკარა პროპაგანდა დაიწყეს მე-8 საუკუნეში, ეს მურვანყრუ შემოსევების დროს 735-738 წლებში აშკარა და უფრო კაცრი გახდა პოლიტიკა არაბებისა. აი ამ დროს ერთადერთი ტაძარი ქალაქში, დედაქალაქში, ქართლის დედაქალაქში იყო ანჩისხატი, სადაც მორწმუნე ქრისტიანებს შეეძლოთ რომ ზარით დარეკვით ემცნოთ ერთმანეთისათვის, რომ იწყებოდა დილით წირვა ან საღამოს ლოცვა. აქედან გამომდინარე, მას დიდი ხნის მანძილზე შუა საუკუნეებში შერჩა სახელწოდება ზარის საყდარი. შემდეგ ზარის საყდარმა სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად უკვე საბოლოოდ. თუმცა აქ კიდევ ერთი ისტორია იწყება. იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს წინა აზიის სამეფო ედესიას ვინმე ავგაროზი მართავდა.
მეფე მათი წინამძღვარი გახდა ავად კეთრი მოგეხსენებათ რა საშინელის ამავტყოფობა და გაეგო ამ კაცს რომ არის ვიღაცა ღმერთკაცის მაგვარი ადამიანი რომელიც ყველაფერს კურნავს რასაც შეეხება რა თქმა უნდა თანაც ისიც იცოდა რომ ებრაელები იუდეველები ემტერებოდნენ და მოკლას უპირობდნენ და შეუთვალა რომ ჩამობძანდით ჩემთან ჩემი სამეფო ყველას გვეყოფაო და ჩემ ფარველობის ქვეშ მომბძანდით ავგაროზ მთავარმა იესო ქრისტეს მაშინ ასეთი ეპისტოლე გაუგზავნა ანუ თუ შენ ხარ ღმერთი რომელი გარდა მოხვედ და იქ ამათა ესე ვითართა საკვირველებათა ანუ ძე ხარ ღმრთისაი მოქმედი ამათ სასწაულთაი ანუ წინასწარ მეტყველი დიდი მაცხოვარმა შეუცვალა გაუხარდა მაცხოვარს რომ უნახავად რო წამვარო ეს ძალიან სასიხარულო ამბავია მაგრამ მეო ჯერ არ ამისულებია ის მისია რისთვისაც მომავლინა მამამან ჩემანო მაგრამ მე თქვენ მოციქულს გამოგიგზავნით და ის განკურნავს კიდევაც და მოგნათლავს შენ რამე თუ წერილარს ჩემთვის ნეტარ არიან რომელთა მიხილონ და ვრწმენი ხოლო სამგზის სანადრელ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენი და შენც რამე თუ არა გიხილავ და გრწმენა განმზადებულ არს შენ და ცხოვრება ის სულისა და ხორცთაი და სახლსა შენსა და საცხოვრებელად ყოველთა რომელნი გხედვითნენ შენ მაშინ ავგაროზმა იესო ქრისტეს სახის დასახატად იერუსალიმში მხატვარი გაგზავნა თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად მხატვარმა ქრისტეს სახის გამოსახვა ტილოზე ვერაფრით შეძლო ამ გულთმისარმა მაცხოვარმა თქვა მოდი აქ მომეთ თქვენი ტილო გააკეცა ორა და სახეზე აიკრა და სასწაულებრივად ეს ასლი გადავიდა ტილოზე ვიტო უძახიან ქართველები მაგას პირი ღვთისას წამოიღო იქიდან ხატვარმა ესა მეკეცეებთან ერთ იმაში ერთ-ერთ ქალაქში შევიდა და ღამეს რომ ათევდა ეს ორკეთს შორის მოათავსა ეს ტილოსის მოათავსა და დილაზე რომ ადგა და დაინახა კეთსედაც იყო გადასული მოგვიანებით კერამიონი ანუ კეთზე გადასული ხატი წმინდა მამა ანტონმა საქართველოში ჩამოაბრძანა თუმცა შემდეგ მისი კვალი დაიკარგა მანდილიონი კი ანუ ტილოზე გადასული ხატი რომელსაც მრავალი სასწაული უკავშირდება განკურნებულმა და ქრისტიანად მონათლულმა ავგაროზმა ფიცარზე დააკრა და ქალაქის კარების თავზე დაასვენა ბევრი სასწაულები მოახდინა ამ ხატმა ედესას იფარავდა მაგალითად ერთი ამბავი არის რომ ხოსრო რომ მოადგა თავის უზარმაზარი არბიათი გარშემოატარეს ქალაქს ხატი ესე მოხდა რაღაც არეულობა ბანაკში ერთმანეთს დაერიენ და წავიდნენ დღესაც მაშინ უკვირდათ რომ რა მოხდა ასეთი ეს ერთი სასწაული გითხარით მაგრამ უამრავი სასწაულები არის ხატთან დაკავშირებული როცა ედესია არაბებმა დაიპყრეს ხატი კონსტანტინეპოლში მოხდა უფრო მოგვიანებით კი ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში ისტორიულ ტაოკლარჯეთში სწორედ ამ დროს მოაჭედინა ხატის ჩარჩო თამარ მეფემ ბექაოპიზარს ანჩის ეპისკოპოსის იოანე რკინაელის თხოვნით რაზეც უძველესი წარწერაც მოწმობს ანჩის ხატზე განაწილებული ყველა წარწერა ადასტურებს რომ ის ხელთუქმნელია იმიტომ ხატო ღვთაებისაო პირდაპირ არის მიმართება ასეთი და ყველაზე უძველესი ჩვენამდე მოღწეული რეალურად მას ალბათ კიდევ უნდა ჰქონოდა უფრო ძველი წარწერები რომელიც არ დარჩა რადგან ჩვენ გვაქვს მე-10 საუკუნის ფიფინოები ანჩის ხატის კუთვნილი მე-10 საუკუნის არაჩვეულებრივი ფილიგრანული ნამუშევრებია და ის
ზედაპირულად ვერ იქნებოდა ხატზე მიმაგრებული, სამწუხაროდ როგორ იყო განთავსებული, ჩვენ ამაზე არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება. და ის უძველესი წარწერებიც, რომელიც მას ნამდვილად ექნებოდა, არ მოვიდა ჩვენამდე. ყველაზე უძველესია თამარის პერიოდის, რომელიც განთავსებულია ჩარჩოს მოჭედილობის ქვედა ზოლის ზედა მონაკვეთზე, ზედა დაფერდებაზე. აქ იხსენიება სწორედ მეფეთა მეფე თამარი, რომლის საფასითაც მოხდა ხატის მოჭედვა, იხსენიება ანჩელი ეპისკოპოსი იოან ერკინაელი, რომელმაც დაუკვეთა ხატის მოჭედვა და ეს ის იოან ერკინაელია, რომელმაც შესხმა მიუძღვნა ქებათაქება ანჩის ხატს და აქვე მოხსენიებულია ბექა ოპიზარი ოსტატი ამ ჩარჩოს მოჭედვისა. როცა მე-17 საუკუნეში ისტორიული ტაო-კლარჯეთი ოსმალეთმა უკვე საბოლოოდ დაიპყრო და ანჩის საეპისკოპოსოსად საფრთხე შეექმნა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დომენტი მესამემ გორელ ვაჭარს ამირჯანა ივანგულაშვილს 2000 მარჩილი, ანუ 120 თუმანიმისსა და სამცხიდან 10 ხატის, მათ შორის ანჩის ხატის ჩამოტანას თხოვა. მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულება კათოლიკოსმა დომენტიმ დიდი ლიტანიით ჩამოასვენა მუხრანიდან მცხეთაში და მერე თბილისის უძველეს ტაძარში. მანამ დომენტი კათალიკოსმა ხელმეორედ აკურთხა შეაკეთებინა ეს ტაძარი, იმიტომ რომ ცოტა მძიმე მდგომარეობაში იყო ამ პერიოდისათვის, როგორც ჩანს, აქაც მაჰმადიანების ბატონობამ თავისი კვალი დაამჩნია აქაურობას და ასეთ ვითარებაში, როცა შეაკეთეს ეს ტაძარი 1675 წელს დომენტი კათალიკოსმა ხელმეორედ აკურთხა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე და ფიქრობდნენ, რომ იქნებოდა სახელწოდება დარჩებოდა მარიამ ღვთისმშობლისა, მაგრამ იმდენად დიდი იყო აი ამ ხატის ძალა, იმდენად დიდი იყო ამ ხატის ავტორიტეტი ქართველობაში, რომ იქიდან მოყოლებული უკვე დღემდე ამ ტაძარს ანჩის ხატის სახელწოდება შეჩერდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც ანჩის ხატის უბანი. ამ პერიოდში ანჩის ხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. 1675 წელს დომენტი კათოლიკოსმა ტაძართან აგურის ორსართულიანი სამრეკლო ააგო. მოგვიანებით კი ტაძრის ეზოში კალიგრაფიის სკოლა და საერო და სასულიერო სემინარია დაარსდა. აი აქ მე-18 საუკუნეში იყო ცნობილი სემინარია. 1755 წელს ეს სემინარია გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ანტონ პირველმა და ეს იყო აგრეთვე საგანმანათლებლო ცენტრიც. აქ მრავალი კალიგრაფი მოღვაწეობდა. ამ ტაძარს ძალიან დიდი ეზო ჰქონდა. ეხლა სამწუხაროდ ეს დაკარგულია, მცირე ნაწილი ღარი დარჩენილია მეზოსი. აი აქ ცხოვრობდა ანტონ კათალიკოსი, უწმიდეს და უნეტარესი ანტონ პირველი და აქ ცხოვრობდა უწმიდეს და უნეტარესი ანტონ მეორე, უკანასკნელი კათალიკოს პატრიარქის სრულიად საქართველოსა ავტოკეფალიის გაუქმებამდე. მე-19 საუკუნის დასაწყისში ტაძარი თავიდან მოხატეს. ფრესკები, რომელიც მის კედლებზეა შემორჩენილი, სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. მხოლოდ მცირე ფრაგმენტი საკურთხეველთან შედარებით ადრინდელია. თუ როგორი სახე ქონდა თავდაპირველად ტაძრის მოხატულობას, დღეს უკვე ძნელი სათქმელია. მოხატულობას რაც შეეხება შემორჩენილი მართლაც ბევრი არ არის და ძალიან ფრაგმენტულია, მაგრამ მხოლოდ ამისა ის რაც არის შემორჩენილი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება ისე როგორც საკურთხევლის მხატვრობას, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში არის შესრულებული იმ დროის ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწის კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახორის დაკვეთით. ასევე ტაძრის თაღებში და ნაწილობრივ კედლებზე შემორჩენილი მე-19 საუკუნის დასაწყისით 1813 წელს შესრულებული მხატვრობა, რომლის დამკვეთი იყო დეკანოზი დიმიტრი ალექსი მესხიშვილი. მე-19 საუკუნის მხატვრობას რაც შეეხება, ეს არის სამეცნიერო ლიტერატურაში გამოკვლეული არის, ცნობილი არის როგორც ეგრეთ წოდებული ქართლის ჯგუფის ერთ-ერთი ნიმუში, რომლის პარალელებიც იძებნება წიგნის მხატვრობაში, ვთქვათ, ბოლნისის ტაძარში. რაც შეეხება მე-19 საუკუნის ნაწილს, მე-19 საუკუნის ნაწილში ეს ერთადერთი შემთხვევა, სადაც გვაქვს ხელთუქმნელი ხატის ისტორიის გამოსახულება საქართველოში. მეტი ეს ციკლი ჩვენ არ აქვს. თავად ხელთუქმნელი ხატი ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე შეიმოსა.
თამარ მეფისეულ წარწერას ახალი წარწერები დაემატა. ბექა მანდატურ თუხუცესის, გივი ამილახრისა და ვახტანგ მეექვსის დროინდელი. ამ უკანასკნელ წარწერაში ხატი კვლავ მოხსენიებულია როგორც ტილოსმიერი. თუმცა მოგვიანებით ხატისთვის დამზადებულმა სპეციალურმა მოჭედილობამ მეცნიერებს მოულოდნელი თავსატეხი გაუჩინა. 1925 წელს ხატს გაუკეთდა სპეციალური მოჭედილობა ცენტრალურ გამოსახულებას ფერწერულს, რომელმაც შეცვალა იკონოგრაფიული ტიპი და ხელთუქმნელი გამოსახულების ნაცვლად ჩვენ გვაქვს უკვე პანტოკრატორის გამოსახულება. ამან განაპირობა სწორედ რომ შევსაბამობა იყო წარწერებში მოხსენიებულ ხელთუქმნელ ხატის დასახელებასა და სახეზე არსებულ ხატს შორის, ამიტომ 1927 წელს სპეციალურად ეკლესიასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, მოხდა მისი ექსპერტიზა, მოიხსნა მხოლოდ და მხოლოდ ის 1925 წლის მოჭედილობა, პანტოკრატორის პერანგი და მის ქვეშ აღმოჩნდა საკმაოდ დაზიანებული, მაგრამ საინტერესო ფრაგმენტები ხელთუქმნელი ხატისა, ისე რომ რეალურად ის ძველი ხელთუქმნელი ხატი გახლავთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიას მე-19 საუკუნეში ავტოკეფალია წაართვეს, საკათოლიკოსო ტაძრად წოდებულმა ანჩის ხატმა თითქოს წარსული მნიშვნელობა დაკარგა. მერე ეკლესიას ყალბი გუმბათი დააშენეს და მრავალსართულიანი სამრეკლო დაადგეს, რომელიც ნაგებობის იერს მნიშვნელოვნად ცვლიდა. ტაძარმა ძველი სახე მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიბრუნა, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებული რესტავრაციისას. თუმცა ამ დროს იგი უკვე ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა. 1920-იანი წლების დასაწყისში ანჩის ხატის ეკლესია ჯერ კიდევ მოქმედი იყო. შემდეგ ტაძარში, სადაც ზარის რეკვა არაბების დროსაც კი არ შეწყვეტილა, სრული მდუმარება ჩამოწვა. კომუნისტებმა ანჩის ხატის ეკლესია დახურეს, მთელი 9 საუკუნით. ტაძარი გაძარცვეს, გადათხარეს და აქ ერთი ცნობილი ქართველი მოქანდაკის სახელოსნო გახსნეს. ასე გრძელდებოდა 80-იანი წლების ბოლომდე, სანამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ეკლესია თავიდან არ აღადგინეს. თუმცა ამ დროს ტაძარში უკვე აღარ ინახებოდა არც ერთი უძველესი საეკლესიო ნივთი თუ საგანძური, მათ შორის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანჩის ხატის ეკლესიის დახურვისას საქართველოდან გატანას სასწაულებრივად გადაურჩა. ხატი 1927 წელს ანჩის ხატში ყოფნის დროს გაიძარცვა. ამან განაპირობა სწორედ რომ როგორც საეკლესიო ეკლესიის მესვეურთა წინაშე კერძოდ უწმიდესის და მონეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ლოცვა-კურთხევით და ქართველ მეცნიერთა ივანე ჯავახიშვილის და სხვათა გიორგი ჩუბინაშვილის ამათი თანადგომით ხატი სპეციალურად გამოსვენებული იქნა ხელოვნების მუზეუმში, რადგან მას ტაძარში საფრთხე ელოდებოდა. ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრის გამოსახულებით ახლაც ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება. თუმცა საქართველოში თითქმის ყველა ტაძარშია მისი ასლი, მათ შორის ანჩის ხატში. და როგორც ამბობენ, ყველა ხატი დედნის პირია და პირი ტოლფასია დედნის. სხვათა შორის არის ერთი ჯგუფი, რომ საშილად აღელვებულია იმაზე, რომ დაპატიმრებული გონიათ ეს ხატი. დაპატიმრებული კი არ არის, ის ინახება უძველესის ის, მაგრამ როცა აშენდება ჩვენ კონკორდი გაიგონიათ ალბათ მოხდა შეთანხმება, თუ რამე ქონება ქონდა მართლმადიდებლო საქართველოს ავტოკეფალიის ყველაფერი უბრუნდება. არა მარტო მინდორველები და რაღაც, არამედ სიწმინდეები, რომელიც უხვად არიან გამნეული რა ქვია მუზეუმებში. შენდება ახლა ელიას მთაზე საეკლესიო მუზეუმი, სადაც გადააბრძანებენ აი ამ ანჩის ხატს. და ისე ჩვენ კი გვაქვს მისი ასლები ამავე ტაძარში. უნდა ითქვას, რომ ასლიც იმავე ძალის არის, რა ძალისადაც თვითონ ორიგინალია. იყო დრო, როცა თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა, ანჩის ხატის უბანში. და ახლანდელი შავთელის ქუჩასაც ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩის ხატის, ბოლოს კი მაცხოვრის ქუჩა ერქვა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ერთადერთის გარდა. ძველ ადგილას ისევ ძველებურად დგას ტაძარი, რომლის ისტორიაც ზუსტად იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად თბილისი.